მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია გადაცემა თქვენი დრო სტუდიაში ნინო კაპენაძე მუშაობს. რა პრობლემები დგას დღეს ქალაქში ყველაზე მწვავედ და ვინ ასპირდება ამ უმრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში? დაპირებისამებრ დღეს 4 ივნის გადაცემა თქვენი დრო რუსთავის მერობის კანდიდატებს შორის დებატებს წარმოგიდგენთ. დღეს საკუთარ პოზიციას პარტიის 5 წარმომადგენელი დაიცავს. ჩვენ ტრადიციისამებრ ჩავატარეთ წილისყრა და დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან. კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია, პარტია ჩვენი საქართველოს მერობის კანდიდატი ეროსი კეწმარიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი, პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი ივანი შათერიშვილი, რევაზ რიჟამაძე ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი. განაცემის დაწყებამდე ჩვენ კიდევ ერთი წელიწად ჩავატარეთ და გამოვავლინეთ რიგითობა კი ასეთია. პირველი მაკრებას მიმართავს ბატონი დავით ჯიქია, შემდეგ მამუკა ჩიქოვანი, ეროსი კეწმარიშვილი, რევაზ რიჟამაძე და ბოლოს ივანი შათერიშვილი. ბატონებო, მოგესალმებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით დღეს ჩვენთან სტუდიაში. პირველ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გთხოვთ თვითონ თქვენგანს, თქვენ ამისთვის გეძლევათ ზუსტად 3 წუთი და შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ეს დრო, ტაიმერი არის ჩართული და შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. ბატონ დავით, თქვენგან დავიწყოთ რიგითობის მიხედვით, გესმენთ. დიახ, თქვენი მიმართეთ საკუთარ ამ მრჩეველს. კი ბატონო, მოგესალმებით, მივასალმებით თქვენს მაყურებლებს. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამას ან ერთი-ორი სიტყვით გავშლი რა ხდება, ანუ რას თავაზობს მმართველი პარტია წინა საარჩევნო პროგრამის ფარგლებში. დავიწყოთ იმით, რომ ძირითადი აქცენტი მმართველი პარტიას აქვს აღებული ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მეგეთყვით, ჩემი მერობის მერწმავალობის შემსრულებლობის პერიოდში მოხდა, თქვა, წლევანდელ წელს 2014 წელს ბიუჯეტის დაგეგმარება ისე, რომ გათვალისწინებული იქნა მაქსიმალურად ყველა ადამიანის ინტერესი, ყველა მოქალაქის ინტერესი. მე თვითონ პირადად, ანუ ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით საკითხავ თითქმის ყველა კორპუსში შემოვიარე, არსებული პრობლემების ანალიზი გავაკეთეთ, ამ ანალიზის შედეგად მოხდა ბიუჯეტის დაგეგმა ზოგადად, შესაბამისად მიდგომაც ხელისუფლების და პროგრამაც 4 წლიანი იქნება ისეთი, რომ მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესი. წლევანდელ სიტუაციაში, ანუ რაც გამოვლინდა და რაც ცუდად აქცენტი მოხდა ამ 4 წლის განმავლობაში, ეს არის ის, რომ აუცილებლად შესაძლებელია ინფრასტრუქტურული სიტუაცია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ზოგადად ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით ძველ რუსთავში, აქცენტი ამაზე აღებული. ვიცით ალბათ, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მოხდა რუსთავის წყლის გასხვისება და ფაქტობრივად სანიაღვრული სისტემების გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე აღმოჩნდა შემთხვევით კერძო კომპანიის საკუთრებაში და აქტიური მოლაპარაკების საფუძველზე ჩემი მერობის პერიოდში ფაქტობრივად მოხდა ამ საკითხის თითქმის მოგვარება და ანუ ფაქტობრივად სანიაღვრული სისტემების გადმოცემაც დასრულების პროცესია და ქალაქს დაუბრუნდება სანიაღვრული სისტემა და მოხდება მისი კეთილმოწყობა და არ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ თქვა მაისიდან ივნისამდე რუსთავს ხალხდობები დაიმუქროს და თქვა რამოდენიმე უბანში იყოს წელამდე წყალი. ეს ერთი მომენტი გარდა ამისა, წინა საარჩევნო პერიოდში ზოგადად რაც მოსახლეობასთან გამოკითხვით დადგინდა, ეს არის ის, რომ ქალაქს სერიოზული პრობლემა აქვს ტექნიკურ წყალთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში მმართველი პარტია იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას, რომ 4 წლის განმავლობაში მინიმუმ დაიწყებს ამ პროგრამას და ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ მოგიხსენებათ, ქალაქი ზოგადად ნახევრად უდაბნოა, გამწვანების პრობლემა უკვე საკმაოდ დიდი და თუ არ იქნება ტექნიკური წყალი ქალაქში ფაქტობრივად რაც არ უნდა ჩვენ გავამწვანოთ სიტყვაზე ქალაქი აზს კარგავს ეს ყველაფერი. გარდა ამისა აქცენტირება აღებული ზოგადად ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით, მათ შორის მე მქონდა არაერთი შეხვედრა და არაერთი სპეციალისტი მიყავდა ჩამოყვანილი და ეს პროცესი დაძრულდა და უახლოეს პერიოდში დასრულდება. იალღუჯის საკუთრებაში გადმოცემის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია და ანუ მოხდება იალღუჯის 1029 ჰექტარის გამწვანება, ამასთან მიმართებაში პროგრამაც არის სპეციალური დამუშავებული, კვალიფიცირებული სპეციალისტები ყავდა და ანუ ეს პროგრამაც რეალურია. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, იყო საკმაოდ დიდი მithქვა-მოთქმება, რომ ბაღები ვერ იქნებოდა უფასო, მოხდა ბაღები არის უფასო რეალურად და წელს მოხდა ისეთ პირველი შემთხვევაში 1,5 მილიონი დაიხარჯა ქალაქის ბიუჯეტიდან თქვა ამ საკითხთან მიმართებაში და გარდა ამისა თვითმმართველობის მოსვლის პერიოდში ხელისუფლება იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ 4 წლის განმავლობაში მოახერხებს 8,5 მილიონი დაბანდებას ამ პროგრამაში და ფაქტურად ბავშვების იმ პირობებში დღეს ვიწევთ მათ ყოფა რადიკალურად შეიცვლება. გარდა ამისა არის სოციალური საკმაოდ დიდი პრობლემები და ამ პრობლემებთან დაკავშირებით. მადლობა ბატონო მამუკა, რა არის ის მთავარი პრიორიტეტი, რის გამოც რუსთაველებმა მხარი უნდა დაგიჭერონ? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები რუსთაველებს, ჩემს ძვირფას რუსთაველებს. დღეს სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ რუსთავს და რუსთაველებს ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს. ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს და ძალიან ძნელია გამოყო უმთავრესი. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მოხდა ის, რომ ყველანაირი მაჩვენებელი, ეკონომიკური მაჩვენებელი, სოციალური ფონი უფრო და უფრო მძიმდება. განსაკუთრებით მძიმე არის
რუსთავის სპეციფიკიდან გამომდინარე მაჩვენებელი სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ სამუშაო ადგილები უნდა შექმნილიყო, მომატებულიყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ სამუშაო ადგილები კი არ იქნება, უფრო მეტი უმუშევარი გაჩნდა ჩვენს ქალაქში. კონკრეტული ფაქტები ეს არის ვაგონშენებელი ქარხანა, ლითონკონსტრუქციების ქარხანა, უამრავი საშუალო წარმოება, რომელიც პრაქტიკულად გაჩერებული არის და აპრიორი ძირითადი აქცენტი გასაკეთებელი არის და ძირითადი მიმართულება იქნება და მიმართული ბიუჯეტი იქნება მიმართული იმაზე, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. ეკონომიკურ მაჩვენებელზე რო ვსაუბრობთ, ეკონომიკური მაჩვენებელი უკან იწევს ეცემა ქალაქის არანაირი წინსვლა არ შეინიშნება, უფრო და უფრო მძიმდება სოციალური მდგომარეობა, თითოეული ოჯახის სამწუხაროდ ძალიან ბევრ ოჯახთან გვიწევს შეხვედრა და რუსთაველთან გვიწევს ამ ბოლო პერიოდში შეხვედრა და უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების დაპირებები დარჩა დაპირებებად. არანაირი წინსვლა არ შეინიშნება. ჩვენ გვაქვს ძალიან წყობრი გეგმა იმაზე, თუ როგორ უნდა წავიწიოთ, როგორ უნდა ავამუშაოთ. დღეს იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას გაეგრძელებინა ის პროექტები, რომელიც იყო ჩაშვებული და შესაბამისად მომავალზე, განვითარებაზე ყოფილიყო ორიენტირებული, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც რუსთავის განვითარებაზე იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორიენტირებული, გაჩერებულია და იმატა, როგორც უკვე აღნიშნე, უმუშევრობამ, სოციალური მდგომარეობა, ოჯახების უფრო და უფრო მძიმდება და კონკრეტული გეგმა, კონკრეტული პროექტები გვაქვს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს სამუშაო ადგილები, როგორ უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რა პრიორიტეტები იქნება იმის მიხედვით გამოკვეთილი იმისათვის, რომ დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს ქალაქში და ჩვენ აი ამ კონკრეტულ პროექტების მიხედვით შემიძლია დეტალურად ვისაუბროთ, რომ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება უახლოეს თვეების განმავლობაში, ამ ერთ წლის განმავლობაში, რომ რეალურად შევძლოთ, რომ რუსთავი ამუშავდეს. რეალურად ჩვენ შევძლებთ კონკრეტული სოციალური პაკეტების შეთავაზებას რუსთაველებისათვის, რომელიც აი ამ კიდევ უფრო დამძიმებულ სოციალურ ფონს მცირედით მაინც შეამსუბუქებს პედაგოგებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, იმ ადამიანებისათვის, ვინც დიდი მადლობა ბატონ მამუკა, თქვენი დრო ამოწურულია. ბატონ ეროს, თქვენთან გადმოვალ. შემდეგი შეკითხვით, რა არის თქვენი სამოქმედო გეგმის უმთავრესი პრიორიტეტი? გეძლევათ 3 წუთი. დიდი მადლობა, რომ ეძლევა საშუალება ველაპარაკოთ დღეს რუსთავს. დიდი მადლობა, რომ გვაქვს საშუალება ჩვენ ერთმანეთს შევადაროთ ჩვენი ხედვები და მე მინდა მოკლე მონაკვეთში გითხრათ ჩემი კონკრეტული შეთავაზება რუსთავისათვის. პირველი, შემდგომი 3 წლის განმავლობაში მე რუსთავს ვთავაზობ $100 მილიონი ინვესტიციას, რომელიც დამოუკიდებლად სახელმწიფოს მიერ გაკეთებული, ასე ვთქვათ, გადარიცხვებისაგან შემოვა ამ ქალაქში ინვესტიციის სახით. როგორც შედეგი ამისა, შეიქმნება 10,000 სამუშაო ადგილი და რუსთავში აღარ იარსებებს უმუშევრობის პრობლემა. ყველა ადამიანი, ვისაც ექნება სურვილი იმუშაოს, ის მოახერხებს მიიღოს სამუშაო. შემდგომ ამ ყველაფრის ხარჯზე დღევანდელი სავარაუდოდ $20 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ ჩამორჩება თბილისის ერთსულ მოსახლეზე შემოსავალს, გაორმაგდება. რის საფუძველზეც მე და ჩემი გუნდი გვპირდებით, რომ ამ ქალაქში პირველ რიგში ჩვენ დავიწყებთ ზრუნვას სოციალურად დაუცველებზე, პენსიონერებზე და ჩვენ სახელმწიფო პენსიის ზემოთ. ამ 3 წლის განმავლობაში მოვახერხებთ ამ ინვესტიციებისა და ამ სამუშაოების შემდგომ პენსიონერებს მივცეთ გაორმაგებული, ანუ ერთი იმდენი, რასაც სახელმწიფო გადაიხდის მუნიციპალური დანამატის სახით. ამ ყველაფრის შედეგად ამ ქალაქში სოციალური დაძაბულობა მოიხსნება. ეს არის ჩემი მთავარი შეთავაზება რუსთავისათვის. მე ვარ ეროსი კიწმარიშვილი, მე მაქვს გაკეთებული 25 წლის განმავლობაში ბევრი საშუალო, მცირე, დიდი, როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნეს პროექტები და მე გვპირდებით, რომ ეს რეალურია. 3 წლის შემდეგ მე თქვენ თვალებში შეგხედავ და გეტყვით, ჩვენ ამ პრობლემებს გადაწყვეტას გვპირდებოდი, ჩვენ ეს პრობლემები გადავწყვეტეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო რევაზ, როგორ აპირებთ მოაგვაროთ რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები? გმადლობთ, მივესალმები ტელემაყურებელს, ჩემ ამოჩევს, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს.
რა თქმა უნდა, ჩემი პროგრამის პრიორიტეტი, როგორც მე თავიდან დავაანონსე, ეს არის თვითდასაქმების საკითხი. ანუ უმუშევრობის დაძლევა თვითდასაქმების მეთოდით. ძალიან ბევრია საუბარი, უმუშევრობა უნდა დავძლიოთ, დავასაქმოთ, ითქვა კიდეც რომ ამისათვის უნდა გამოიყოს გარკვეული კაპიტალი და ასე შემდეგ, მაგრამ კონკრეტული დასაქმებაც არის და დასაქმებაც, ხო? ანუ თვითდასაქმება არის ყველაზე უპრიანი მეთოდი, წესი სამუშაო ადგილის გამოძებნის, რადგან ადამიანი, რომელსაც გააჩინა კონკრეტული პროფესია, ეს არის აუდიტი, იურისტი, ნოტარიუსი, დაუშვათ ეკონომისტი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს მოეძებნება თვითდასაქმების ეკონომიკური ერთეული. მთავარია სახელმწიფოდან იყოს მხარდაჭერა, მაგრამ მხოლოდ ბიუჯეტის სახსრებზე არა. ვიცით რომ შეზღუდულია ბიუჯეტის სახსრები. ამიტომ შემდეგ საუბარი რომ ბიუჯეტში ფინანსები ვერ მოვძებნეთ, ამიტომ ვერ შესრულდა, ამის თქმა ძალიან იოლია. ამიტომ სპეციალური უნდა შეიქმნას ფონდი, რუსთავის მეგობრობის ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს თვითდასაქმების პროგრამის განხორციელებას. ეს ეხლა რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეხლა ბევრია საუბარი ამ თემებზე, მაგრამ ხალხს პირველ რიგში ჭირდება რა? ჭირდება ერთი რო დასაქმება და ყოფითი პრობლემების გადაწყვეტა. რუსთავში არის უაღრესად მძიმე ყოფითი პირობები. აქ გზების დაგებაზე მე ვიყავი გასული ერთ-ერთ უბანში, მე-11 მიკრორაიონში. ასფალტი დაგვიგესო წინო და სახშიო წყალი შემოგვივარდაო. ეხლა ესეთი პროექტების განხორციელება თავისთავად მოსახლეობას არაფერს სიკეთეს არ უკეთებს, ხომ? მეტალურგიულ ქარხანაში რა ხდება? მონური შრომით ამუშავებენ ქართველ მუშებს, პროფესიონალებს. კვალიფიციურ სპეციალისტებს. ჩამოყალიბებული ყავთ უცხოეთიდან გადამთიელები, ვიღაცები ხა ყოველ შემთხვევაში და 10 ხელფას უხდიან. ეხლა მით უმეტეს დეკვალიფიცირებულ ხალხს. მე ხა ჩემი ინფორმაციით დაახლოებით ესეა. ვაუჩერიზაციის პრობლემა აუცილებლად რაც თბილისში კეთება, რუსთავშიც გასაკეთებელია. კომუნალური გადასახადებში მიხმარება, შეხიდება მოსახლეობაზე. არ შეიძლება გარიყული იყოს ხელისუფლება მოსახლეობიდან, თუნდაც ზამთრის პერიოდში, სიცივის პერიოდში. და მთავარი არის ეს ახლა ბიუჯეტის პროექტი და ბიუჯეტირება, ასე ვთქვათ, უნდა იყოს რა თქმა უნდა გათვლილი ყველა აუცილებელ კომპონენტზე, მაგრამ მხოლოდ ბიუჯეტი მოიცავს ამას. გესმით? აუცილებელია საზოგადოებრივი ერთეულების შექმნა, ფონდების. მე ასევე დავაანონსე რუსთავის სამოქალაქო ბანკის დაფუძნებაც. გესმით? ეს ყველაფერი უნდა ამუშავდეს. სამოქალაქო საზოგადოება სწორედ აქედან იწყება. გესმით? ქალაქის მერი უნდა იყოს არა მარტო პოლიტიკოსი, არამედ საზოგადო მოღვაწეც. და უფრო მეტად საზოგადო მოღვაწე ვინე პოლიტიკოსი. დიდი მადლობა, თქვენი დრო მოიწურა და რაზე გააკეთებს აქცენტს მერად არჩევის შემთხვევაში ივანე შათერიშვილი. კეთილი მოგესალმებით, მოგესალმებით მოსახლეობა, ჩვენს თანამოქალაქეებს, მოგესალმებით აბონენტებს და თავშევ მინდა განაცხადო, ჩემი შეთავაზება მოქალაქეებისადმი არის შემდგომი. პირველ რიგში მოსახლეობის ჩართულობა, სისტემური ჩართულობა საკანონმდებლო ნორმატიულ სფეროში და გათვითცნობიერება მოსახლეობისა, რა უფლება მოვალეობები და პასუხისმგებლობები ეკისრება ყველას იმ ნორმატივებიდან, რასაც ქვია თვითმმართველობის კანონი და დებულება. ეს აუცილებელი ნორმატივი, რომელსაც ვერ გავიქცევით ჩვენ. შემდგომ იმ სამართლიანობის და სისტემურობის პრინციპის დამკვიდრება, რომელიც მოსახლეობას ჭირდება, რომ მას პასუხი გასცეს ხელმძღვანელმა, აღმასრულებელი სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე წარმომადგენლობით სექტორის ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა. ეს ორი საკითხი ძირითადად და უმთავრესი. ამის შემდგომ უმთავრესი რაც არის, გინდ სოციალური ფონი იყოს, გინდ განათლების საკითხები იყოს, გინდ სხვა, უმთავრესად მოიცავს დასაქმების აუცილებლობას ქალაქში და დასაქმების ხელშეწყობას. რატომ? ჩვენ შეიძლება სოციალურად ბევრი თანხა ჩავდოთ, მაგრამ ადამიანს უნდა დავასაქმოთ, მიცეთ ღირსეული ანაზღაურება მას, ღირსეული ანაზღაურების შესაბამისი ფონდი და გარემო უნდა შეიქმნას, რომ მან თვითონ მიხედოს შემდგომ თავის სოციალურ საკითხების მოგვარებას და სხვადასხვა ოჯახის ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტალურგიული წარმოების პროფილის ქალაქი ვართ, ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა გვაქვს ქალაქში, ამისი 10 მილიონი დოლარი არის საჭირო, რომ ეს ინფრასტრუქტურა სადმე სხვაგან განახორციელოს. ჩვენ გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ ეს აუცილებლად. აქედან გამომდინარე, მეტალურგიული პროფილის რამოდენიმე ერთეულ, რამოდენიმე 2-3 სახის სხვადასხვა პროფილის საწარმოების, მცირე საწარმოების ხელშეწყობა მაქვს დაგეგმილი, რომელიც ქალაქს მისცემს 7-დან 10 მილიონამდე წელიწადში ფულადი აქტივების შემოტანას სახელფასო სახით მხოლოდ გადასახადებს არ გულისხმობ და ფისკალურ შესაბამისობას არ გულისხმობ. შემდგომ სოფლის მეურნეობის ტიპის 2-3 სეგმენტი უნდა შემოვიტანოთ არა ქალაქში, არამედ ქალაქგარეთ
მარნეულისა და გარდაბანის სასაზღვრო ზოლში განთავსების თვალსაზრისით, რომელსაც ქალაქი ამას ვერ იგრძნობს, მაგრამ ეკონომიური თვალსაზრისით დასაქმდება 1000-მდე ადამიანი, ფინანსურ ერთეულში მივიღებთ ისევ 25 მილიონ ლარის ერთეულს მესაქონლეობის სფეროს გულისხმობ ამას თავისუფლად ვამბობ და ასევე სასათბურო მეურნეობის განვითარება ქალაქგარეთ არსებულ მიწებზე, რომელიც ასევე 7-დან 10 მილიონ ლარის სახელფასო ბრუნვას 800-დან 1000 ლარამდე თითოეულ ადამიანზე ხელფასს უზრუნველყოფით. ეს ფლიანობს შემდგომ აზოტის ქარხანაში, რომელიც არის ქვაკუთხედი ეკონომიკური უდიდესი ბერკეტი მთელი ქვეყნის და ქალაქში უნდა იყოს მისი გამოყენება. დღეს უდიდესი საფინანსო ბრუნვა აქვს 100 მილიონზე არის ეს ბრუნვა და აუცილებლად ხელშეწყობა მინდა გაუკეთო პირველივე დღიდან თუ ეს გადაცდა კარბამიტის წარმოება, რომელიც გაცილებით დიდ $500 მეტ კაპიტალ დაბანდებას შექმნის საერთოდ ბრუნვაში, რომელიც იქნება ცენტრალური ბიუჯეტისთვის 40-დან 50 მილიონამდე შენატანი და ადგილობრივი საფინანსო ბაზარიც მისგან მოიხმას სახელფასო სახით შრომელებისგან შემოსავლას. გადაცემის ფორმატი კანდიდატებს შორის დებატებს ითვალისწინებს და ბუნებრივია თქვენც გაქვთ მოსაზრებები, რომელთა გაჟღერების საშუალებას ჩვენ აუცილებლად მოგცემთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამისთვის გექნებათ განსაზღვრული დრო. თუმცა მანამდე მინდა ვისაუბროთ საარჩევნო გარემოზე. რამდენად თავისუფალ საარჩევნო გარემოში გექნება საარჩევნო კამპანია აწარმოოთ სიტუაციაში, ანუ ბატონო ეროს რამდენად კონკურენტუნარიან გარემოში გეწევთ ბრძოლა? მე ვფიქრობ, რომ სულ ერთი კვირის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩემს მარჯვნივ ჯდომ პატივცემულ ოპონენტს, რომელმაც შეუნარჩუნა სტატუსი მერობის კანდიდატობის, უკვე აჩვენებს, რომ ჩვენ თლად სამართლიან გარემოზე ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ორი ერთნაირი кейსის პირობებში გორში მერობის კანდიდატი იქნა მოხსნილი ზუსტად იმ კანონის გამო, რომელიც მიღებული იქნა ამ ხელისუფლების არსებობის პირობებში პარლამენტში, იმ კანონის მოქმედებით შენარჩუნდა ამ კანდიდატის დღევანდელი სტატუსი და შენარჩუნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგობის მიუხედავად და შეუნარჩუნეს მას კოალიცია ქართული ოცნების წევრებმა პლუს ერთმა პროფესიული ნიშნით დანიშნულმა წევრმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იგივე გააკეთა სასამართლომ. ფაქტიურად მე შემიძლია ვთქვა, რომ ნაციონალურ დონეზე გაკეთებული ეს ნაბიჯები ძალიან დიდ კითხვის ნიშანს ბადებს არჩევნების დემოკრატიულობასთან მიმართებაში. რაც შეეხება ადგილობრივ სიტუაციას, მე არ მიგრძნია რაიმე ტიპის დისკომფორტი ჯერჯერობით კამპანიასთან მიმართებაში და იმედი მაქვს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ დაძაბულობის კერები ხელოვნურად არ შექმნას. თუმცა ის რაც ხდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ ოპონენტების მხარდამჭერებს შორის, ეს ამ ქალაქის სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. გულისხმობ იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრში, ყოფილი ხელისუფლების და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების თუ მხარდამჭერებს შორის კონფლიქტის სახით. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი კონკრეტულად ბატონო, რა ინციდენტზე საუბრობთ? ახლა ჩხუბს ჰქონდა ადგილი ერთი კოალიციისა და მეორე პარტიის წარმომადგენლებს შორის. ცალსახა იყო და მაგაზე აუცილებლად. დავამთავრებ მამუკა, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი მერობის შემთხვევაში ამ ქალაქში აღარასოდეს განმეორდება და მეორე დღეს ვფიქრობ, რომ ამ ქალაქს ჭირდება მშვიდი აი ასეთი ტიპის ბატონ დავით მივცეთ პასუხის დაცემის შესაძლებლობა დიახ. რაც შეეხება ჩემი კანდიდატურის ყოფნა არ ყოფნის საკითხს, თქვენ ეთქობა სიღრმეებში არ ხართ შესული და განგი სიღრმეებში ვარ, დავით შესული. ძალიან დიდი სიღრმეებში ვიცი ეს იურიდიული ასპექტი. ბატონო, თუ შეიძლება დავაცადოთ ერთმანეთს, ბატონო ეროს მიეცით საშუალება და რადგანაც ანუ ზოგადად დავიღოთ ცნება ბოლო 2 წელიწადი არ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ერთი დღე ქვეყნიდან გასვლა ნიშნავს არ ცხოვრებას? აი მაინტერესებს, არ ნიშნავს. არა, შვებულების ვადის გადაცილების ფაქტორზეა საუბარი. ესა, ეხლა განმარტავ. თუ ჩაიხედებოდით ზოგადად კანონში ესეთი რაღაც არსებობს, მოქალაქეობას როგორ ვღებულობთ? ვინაიდან და რადგანაც არ წერია საარჩევნო კოდექსში განმარტება ზოგადად კანონის სარგებლობს ანალოგიით. კანონის ანალოგია შეწერია მოქალაქეობას როცა იღებს ადამიანი, მარტივად გეტყვით რა. მოქალაქეობის აღების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სეგმენტი, რაც მოცემულია, ეს არის რა არის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. და იქ განმარტებული არის მუდმივად ადამიანი იცხოვრება იმ შემთხვევაში, თუ მას დატოვებული აქვს საქართველოს 6 თვეზე ნაკლები მაინც, ანუ არ აქვს დატოვებული ერთი და თუ არის წასული სასწავლებლად 2 წლამდე. ეს ერთი მომენტი.
აქედან გამომდინარე, თუ ანალოგიით ვიხმძღვანებთ ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკებიც მაგას აჩვენებს და მაგ პრაქტიკონეტყობა ბოლო დეტალები ასასამართლოს არ წოდეთ, ყველა საერთაშორისო პრაქტიკა რაც იყო ამოღებული, მათ შორის ამერიკის პრაქტიკა, ევროპის პრაქტიკა ხარდაგებს ზოგადად რომ მინიმუმ 6 თვე მაინც სასწავლებლად ყოფნა და ცხოვრებაც კი და გარდა ამისა საქართველოს კანონში წერია საგადასახადოს სხვათა შორის იმის გამო იმისათვის რომ შენ როგორც საქართველოს მოქალაქემ გადასახადები ხადო ხო წელიანი წელი გაყავი შუაზე იმდენი რაოდენობა უნდა ცხოვროს საქართველოში. ვინაიდან დადგას მე ვიყავი გადასახადების გადამხდელი, ეს ფიქსირდება ყველა დონეზე, აქედან გამომდინარე პრობლემას არ წარმოადგენდა და სხვათა შორის CSKO-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილება რომ მან თავი შეიკავა თუ წინააღმდეგი იყო ეს მაჩვენებელი იმისა რომ ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში დემოკრატია არსებობს. ეს ერთი საკითხი. არა, ეს ერთი საკითხი. დავამთავროთ ეს თემა მაშინ. თუ კანონის დეფინიციაზე რაც შეეხება საუბარი უკაცრავად დავამთავროთ მოდის დეფინიციაზე ვლაპარაკობთ კიდე ერთხელ ისაც ილაპარაკეთ მოდი ეგ ნაწილი დავამთავროთ კი ბატონო საგადასახადო ასპექტებს არ არეგულირებს ის კანონი რომლის სახელითაც თქვენ გელაპარაკებიან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ორი სხვადასხვა თემა ორი სხვადასხვა როცა განმარტება არავითარ შემთხვევაში ეს კანონი არ არეგულირებს ანუ გადასახადების კანონი არ არეგულირებს იმ მოთხოვნებს რაც საარჩევნო კოდექსში ეს მეორეა ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ერთხელ ხას უსვავ რა მიზეზითაც გინდათ ყოფილიყავით თქვენ ქვეყნიდან ანალოგიურ სიტუაციაში ან ის კანდიდატიც მართალი იყო ან თქვენც მართალი არ იყავით რაც შეეხება სასწავლებლად დიდი ხალხს შეიძლება რაც შეეხება მაგ საკითხთან დაკავშირებით მე როგორც მაქვს ინფორმაცია ანუ იყო ორი კანდიდატთან საკავშირით რუსთავთან და ფოთთან დაკავშირებით ფოთთან შემთხვევაში მე როგორც მაქვს ინფორმაცია ზუსტ არ მახსოვს მე მგონი თქვენი პარტიის წარმომადგენლები ჩიოდნენ ფოთთან მიმართებაში რაც შეეხება რუსთავთან დაკავშირებით ჩიოდა მე მგონი თუ არ ვხვდები უკავას პარტია არაფერი უბრალოდ მოტივირებული თემა იყო ანუ ორი კანდიდატის გათიშვა არაფერი და რადგან სასამართლო დაგვიდგინა ბატონ დავით საარჩევნო გარემოზე ვსაუბრობთ და დაუბრუნდეთ ამ თემას ანუ რა სიტყვით საარჩევნო გარემოს რაც შეეხება მე გეტყვით ახლა შედარება რადიკალურად სხვანაირია მე 2012 წლის არჩევნებიც მახსოვს ჩემ კისერზე გადაიარა რაღაც ნაწილი არჩევნების როგორ გახსოვთ ნაწილი მახსოვს თქვენ არ იყავით 2012 წლის არჩევნებში წინა საარჩევნო პერიოდი მახსოვს არა მარჩევნები დაიწყებოდა ტელევიზორში უყურებთ არა ტელევიზორში რას უყურებდი რას არ უყურებდი თქვენი საქმე არ გაკაცავთ რა შეიძლება დავასრულეთ ხა რაც შეეხება სხვა ჩვენ ხო საუბრობთ ზოგადად სხვაობა რა არის ხო დღევანდელ თქვენ ხო ბრძანეთ რომ დღევანდელ სიტუაციაში ქალაქში არ არის ეს პრობლემატური სიტუაცია მე ვადარებ ზოგადად რა 2000 თუნდაც ტელევიზიით ქონეს ნანახი მე ნანახი მაქვს 2012 წლის არჩევნები ზოგადად დღევანდელი რა მნიშვნელობა ტელევიზიით ინტერნეტით თუ სკაიპით იყო ესე თემა ხო არჩევნებამდე კიდე ერთი წელს ადრე ხო რაღაცებს საკუთარ ტაზე გამოვიარე და ეხლა შედარებას რადიკალურად სხვადასხვა ნაციონალურ მოძრაობაში რომ მუშაობთ და გუბერნატორის გუბერნატორის ოფისში მოდით განმარტოთ რა უკაცრავად მასეთ ყოველს მუშაობთ უკაცრავად სადა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობთ რა სახელმწიფო ხო მე მუშაობ სახელმწიფო ბატონო დავით თუ შეიძლება თქვენ მუშაობთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში გუბერნატორის ოფისში რა უნდა გამიჯოთ? არა, უნდა გამიჯოთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და სახელმწიფო სამსახურში. ნაციონალური მოძრაობის ადმინისტრაციაში რიგით თანამშრომლად. ბატონო დავით, თუ შეიძლება დაასრულოთ თქვენი აზრი, მიმაიძულებთ რომ გავასრულოთ გადაცემა. კი, უფრო სპეციალისტად. აი ეს მინდოდა დამისვო. უფრო სპეციალისტად. სტატუსი არ მაინტერესებს. ხო. ბატონო დავით, რა ქვია, მიხეილ საბაშვილის სამსახურში რუსეთის ელჩად. ბატონო დავით